საღამომშვიდობისა მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს კვირა და რა თქმა უნდა დიახ სწორად მიხდით თქვენ უკრეთ ყველაზე გასართობ გადაცემას ანეკდოტების შოუ ვინ ყავს დღეს სტუმარი ალბათ გაჩნდა კითხვა არაჩვეულებრივი ადამიანები კოლორიტები თავის საქმის აი არ ვიცი პროფესიონალები და რაც მთავარია ძალიან მაგარი იუმორიც აღმოაჩნდათ ისე რომ გადაცემაში წმოვიდეთ. მოკლედ როგორც მიხვდით თამრიკო რობაქიძე და გულიკო გურგენიძე. თამრიკო რობაქიძე და გულიკო გურგენიძე საყვარელი და ჩასაყლაპი მომღერლები არიან, მაგრამ არ გირჩევთ, რადგან ისეთი თკბილები არიან, შეიძლება შაქარმა აგიწიოთ. თამრიკოს და გულიკოს მაყურებელი უკვე იცნობს. ახლა კი დროა თამრიკომ და გულიკომ გაიცნოს მაყურებელი. სიმღერას ძირითადად თამრიკო იწყებს ხოლმე და მერე ერთვება გულიკო, რადგან თამრიკო იმერელია, გულიკო კი რაჭველი. ანუ თამრიკო ანეკდოტებს ხაჭაპური ვიტყვება, ხოლო გულიკო ლობიანივით. გულიკო რაჭველი კოლორიტია და მისი საყვარელი ანდაზაა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. ნუ და გავიწყდებათ, რომ ყველა გზა რომში მიდის, ხოლო ანეკდოტების შოუ რუსთავი 2-ზე გადის. ესე იგი, ასე, აი ნახეთ, მე კახელი ვარ, მაგრამ ჯენტლმენი ვარ. ვინმე ვარ რა თქვას, რანაირად შეხვდაო, როგორ ახარ? არა გვიშავს ვართ რა. ესე ტრიო ვართ ახლა სტენდიანების რა. შაგეთვალა ოქრო ხარ. აი გიждები რა, მე მართლა ძალიან გულწრფელი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, მობრძანდით თქვენი დრო. მე ვიცი რომ ფული ღირს, თავარია მავანმა იცოდეს ეს. და ამიტომაც გეტყვით რომ ჩვენი გადაცემა 3 რაუნდიანია და 3 რაუნდში გარკვეული თანხები თამაშდება. თქვათ ისი არ გაგიშვებთ აქედან. ამიტომ მე მინდა რომ ესე იგი ჩვენი გადაცემა გამოვა დარწმუნებული ვარ მინდასთან ერთად ისეთი როგორიც უნდა გამოვიდეს. ეცდებით ყოველ შემთხვევაში. იმდენი ისტორიები, იმდენი რაღაცები გაქვთ თქვენ გადამხდარი თავს, გაგებული თქვენი მეგობრების რომ დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება და უბრალოდ თქვენთან ერთად ტელემაყურებელს გავაცნობ გადაცემის თემებს. ეს რა თემებით შეარჩია ჩვენმა ხელოვნურმა ინტელექტმა. ეხლა ხო მოდაშია. ეს არ არის ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ ჩვენ ასე ვამბობთ, თვითონ ხელოვნური ინტელექტია. ხელოვნური ინტელექტი, ცხოველები, ოჯახი, სპორტი, თბილისური ექიმები, სვანები, ღალატი და იმერლები. კი ბატონო. ალბათ არის თემები ისეთი, სადაც ბევრი ისტორია და ამბები გაქვთ და ანეკდოტები გაგებული. ამაზე სანამ გადავალთ, მითხარით გოგოებო, როგორ ხართ? გოგონი, თავარი გოგონი. თავარი გოგონა. თავარი გოგონა. დიდი მადლობა გენაცვალი არ აგვიშავს. ცოტა ამინდები ძალიან არ არის სასურველი, მაგრამ ვუძლებთ. საერთო ჯამში კარგად ვართ რა. ვართ შემოქმედებით წვაში, აუცილებლად. ვემზადებით საშემოდგომო გამოცდის. აჰა, კურიოზიც ეს არის. შემოქმედებითი საღამოსთვის. ვამზადებთ ალბომს და გვექნება ერთად ალბომი და პრეზენტაცია. საღამოს ad გაიმართება თუ არ არის? როგორ არა, ვახტანგ სალარიძის სახელობის, ხო, საკონცერტო ცენტრში. ამას სათავეში თუ ვინაკ? არა, შენ წარმოიდგინე ჯერჯერობით ჩვენ უდგავართ ისევ სათავეში. აჰა. ნუ რა თქმა უნდა, ბევრი ჩვენი მეგობრების ხაცაშორის როგორი საინტერესო და კარგი დარბაზია. აი დაებედა თითქოს კარგი თბილი საღამოები და აქ ნიშნულობას ის მაგარი ადამიანი იყო, ძალიან დიდი პატივცემი და მიხარია რომ შვილმა ესეთი პატივიცა მამას და ესეთი ის აი არის ქართველობა რა და მაგარი ამბავი და წარმატებები დიდი სიამოვნებით მე თუ რამე გამოგაგდები აუცილებლად ჩათვალეთ რომ თქვენ გვერდით ხავ აუცილებლად 14 ივნისს არის და მანამდე ხო 14 ივნისამდე აქვე გაძლევთ პირობას რომ გადაცემაში ერთი კვირით ადრე მოგიწვევთ და კიდე კარგად გავაპიაროთ რომ დიდი სიამოვნებით გაიგოს მსმენელმა უღრმესი მადლობა დიდი სიამოვნებით მიყვარხართ გულწრფელად გეუბნები დიდი პატივიცემა ჯერ კიდე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი როცა თქვენ ასე ვთქვათ
მე ხო თელავიდან ვარ და რო ჩამოვედი რამდენიმე ესე იგი ალბათ ერთი წელიც არა მოხდა ისე ჩემ ცხოვრებაში რომ ბატონი ავთოშარვაძე გავიცანი ბატონი ოთარ რამიშვილი გავიცანი ბატონო ნათელი მე რაც გადამხდებოდა ამ ორგენიოსთან კი მიხდით და არაფრით არ გაგალევინებდი მალევე უკვე არ ვიცი რამდენად გახსოვთ მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი მაშინ იყო ეს გაგება შეხვედრა და მოსმენა ჩემთვის როგორც ახალგაზრდათვის და აი წლებიდან ძალიან გიждდები რა იმიტომ რომ თქვენი კოლორიტი გაქვთ და დიდი სითბო რაც თავარია და აი პირდაპირ გულიაშვილის გულში გადმო. ბატონო, იცოცხლე. მაგით ვარო სტენდები გჭირდება თორე გულში თუ არ გაიარა, აბა ვის რა სად დაჭირდება ღმერთმა უცხო. კაც მარის მართალი ხარ. გოგოებო, ეხა მოდი რა ვქნათ, იცი, პირველი რაუნდი დავიწყოთ. დავიწყოთ და მე მინდა რომ ვთხოვ ეხა ხელოვნურ ინტელექტს და თავითონ რაზეც გააჩერებს ეხა ამ ამბავს დღეს ესე ვითამაშოთ. იმაზე მოყვეთ ანეკდოტი, კარგი ისტორია, ცოცხალი ლეგენდები ხართ. იმდენ ადამიანებთან გაქვთ ესე იგი შეხვედრა წლების მანძილზე რომ არ არსებობს არ გაგახსენდეთ რამე. ესე სხვათა შორის მხიარული გადაცემა კი ამარა ძალიან მაგარი კაი ხალხი წავიდა რა ამ ბოლო პერიოდებში აი მაგრები და მაგარი იუმორითაც და სიმღერითაც და რა ვიცი ახმები კეთა გაანათლოს ყველა ღმერთმა იმერლები გულიკო დაიწყებ საყვარელო მე დავიწყო აბა არა აბა მოკლედ წინასწარ ცოტა ბოდიშეპს მოვიხდი მაგრამ ქუთაისში თეთრხიდზე დგანან ბიჭები. ბირჟა რა. ხო და? დგანან ხან იმას მაიუნებენ, ხან ამას მაიუნებენ, ხან იმას წაარტყავენ, წამოარტყავენ, და ესე. და მოდის ვიღაცა ქალი, რომელიც უცხოა ამათთვის, არ იციან ვინ არის. ეს ქალი, ესე იგი, ცოტა ჩაპოტკუნებულია. ეს ყველაფერი წესრიგში აქვს წინ, მაგრამ უკან რო შეხედეს, გულები გაუსკდათ. ანუ წელიდან მოდის ესე მერე ესე და მერე ესე რაღაც უბედურება. შეხედეს ამათმა უყურეს ბიჭო შეხედე სიმონ რა უზაკონოდ მიდგმული კუხნასავითა გამშობელდა კარგი ხარ კარგი უნდა გავაგრძელოთ კი ბატონო მოკლედ ეს როგორ არის, ნამდვილი ამბავია, რომელიც უკვე თითქმის ფაქტიურად ანეკდოტად გადაიქცა. რაღაც ბევრი წლის წინ ზესტაფონში ოჯახი ცხოვრობდა ჩვეულებრივად, მამა დააწინაურეს, გადმოიყვანეს თბილისში, გადმოსახდა თავის ოჯახიანად, ყავდათ 6-7 წლის ბიჭი, შევიდა მიიყვანეს თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში. დაიწყო ამ ბავშვმა ხა თავიდან ცოტა ბულინგის მსხვერპლი იყო თავისი ზესტაფონური აქცენტით რაღაცა, მაგრამ ნუ არაჩვეულებრივად შეერწყა თავის მეგობრებს, არაჩვეულებრივი ბიჭი გაიზარდა, დახვეწა ლაპარაკი და ნუ ძალიან თბილისურად ლაპარაკობს რა. ცოტა ესეთი პერიოდი, შაუბნელი პერიოდია ის არის, უკვე დიდი ბიჭია რა და მოვიდა სამეგობროში და კაროჩეო ზესტაფონში რაღაცა პრობლემა უნდა წავიდეო და ხო არაფერი გინდა ბიჭებო არა მე თვითონ მოვაგვარი კაი მაშინ რომ წახვალო ჩამოყოლო გითხარიო რა ნუ წავიდა გაქრა რაღაცა რამოდენიმე დღეს ბიჭი და აბა მოყევიო რა მოგიყვეთე კაროში რაღაცა ესეთი სერიოზული ბაზარი იყო გასარჩევიო რა ხო და ნუ არაფერი მაყუთი არ მქონდა ავაგდეო იქ ვიღაცას დავაწერე მაყუთიო იქ მე სახში მივედიო რაღაც ბენდენ აქეთი ერაღი იქით ისო ავიზმანეო და ავაზიზინეს მანქანა კარჩე მივდივარო აი კაროჩე დღეში ვარო რა და რო შევედი გვირაბშიო და როგორც კი გადავედიო და არ დაუშვა ბაგრიშკა
გადაუშვა მაგდრიგა. კარგები ხართ. სხვადასხვა გადაირიაგი საცმაგაზე. ი შენი ზესტაფონელი. არ დაუშვა მაგდრიგა. იქით არის უკვე. იმაზე ის ვიდეო შეყვარებულები თეთრხიძე რო გადმოდიან და კაცი რო იხჩობა და შეყვარებული რო გაძახა. გადაარჩინიო რა, გადახტიო და ამსაროჭკითი. ხომსაროჭკითი. ეგებავია რა. ოქროები ხართ, კარგი. შემდეგი ვნახოთ პირველი რაუნდის თემა და გავაგრძელოთ, აბა, რეჟისორს თხოვ. საინტერესოა, იმელები რო ამოვიდა, ეხლა ეს უკვე რაღაცა ჩვენსკენ არის, მე მგონი. აჰა, კახელებში გადავედი. კახელები. ვისი ჯერია, ჩემი? თქვენ უნდა დაიწყოთ. ნუ, ეხლა კახელებზე პატა ანეკდოტები. ნუ თავი არ გამომეყოფა რა. ნუ მე მგონი მაგრამ უფრო ნამდვილი ამბობს. ხო, პირველ იმაში არის რა, რა უნდა მოყვა ისეთი, მაგრამ არის ძველი ანეკდოტი. მე ვამბობ ხოლმე ძალიან მწარედ თუ არის, ეგ მოგვიგონეს თქო და. არა, ისეთია, აი, კახურია რა, ხასიათი მაშობა რა. აბა გისმე. ის პერიოდია რა, ვენახის შეწამლის რაღაცა ხო და გაფენილია მთელი სოფელი, ერთ-ერთ სოფელში ხდება რა თქმა უნდა. მოდის ახლა ვიღაცა რა, აი ხედავს რომ მიხოს სიდედრო უკავია ხელში და ესე ატარებს რა. იქით აქ. მიხო, რა შველი კაცო, ვერა ხედავს, ვენახსავ წამლავ. ატარებს სიდედს. სიდედრო. დაცა. წამლავს ედით ხო. კარგია. მოკლედ ერთ ხალბატონს ყოველ დღე უყურებენ რომ მოაქვს ყვავილები მისი დაღუპული ქმრის საფლავზე, გარდაცვლილის. როგორია ახლა ყოველ დღე ვინც საფლავებს უვლის, ის მაინც უყურებს. დიახ. მოიტანს ამ იმებს, ყვავილებს, დაუდებს საფლავზე, უყურებს და აი ხო მოვიდა. ხო. აი ეგრევე უკან მოდის ზადნით რა. უკუსვლით მიდის. ბიჭო გაგიჟდა ეს კაცი თუ. მესაფლავე ხო. ერთი კვირა უყურა და ბოდიში ქალბატონო. აი ძალიან დიდ ბოდიშ მოვიხდიო რა. რითვინ არ აიტრიალდებიო და უკან არ მოიდიხარო კაცო. იმეო. ჩემმა ქმარმა სანამ მოკვდებოდაო, ეგრე მითხრაო რომ შენი გეთი გააქო რომ მკტარსაც გააცოცხლებ. არაფრით არ უნდა და გაცოცხლებ. კარგი იყო. ოქრო ხარ. მაგარი. მაგრები ხართ, გენაცვალოთ ჩემი თავი. მოდის ვიხდი. კაცო, რა სამოფ, ეს არის პირველი რაუნდის ბოლო. მე უნდა გამომეცხადებინა ეხლა თანხა რა. ამ თანხას შუაზე გავყოფ. თანხალისიც რო გავაახლოთ და გავაძლიეროთ, სიმღერა შევაშველოთ ერთი სიმღერა და თან მეორე რაუნდზე სიმღერის შემდეგ გადავიდეთ რა. 50 ლარი თამაშდებოდა პირველ რაუნდში, 25 ლარი თქვენ, 25 ლარი თქვენ. ახლა მოვისმინოთ ჰანგები, ადრე ხო ეს აცხადებდნენ. კი ბატონო, ჰანგები, ხო, თბილი ჰანგები. შემდეგ დავბრუნდეთ და გადავიდეთ ანეკდოტებზე და ახალ ამბებზე. აბა გისმენთ. დინის გზაზე სათელივი სულიმელება ვაირაბადე მომიქსობეს შენ ვახელებმა ღვიძლი საფარი თორომა მოწვი თავი ზმაია ჩემი ნანინა გირჩევნოდეს სხვების ავაია ღვიძლი საფარი თორომა მოწვი თავი ზმაია ჩემი ნანინა გირჩევნოდეს სხვების ავაია აჰა ეს გული შეზედარდი ღამის ხიდადგი და გაწურე როგორც ზევანი
შესანიშნავი და გადასარევი რა. აი, ნუ არ ვიცი. მადლობა კიდევ ერთხელ. მეორე რაუნდი. ეხლა ჩემო ძვირფასო თქვენ დაიწყებთ და ვთხოვ რომ ხელოვნურ ინტელექტსა მე ვაგზელებ. რა იქნება? მეორე რაუნდში თამაშდება უკვე 100 ლარი. სვანებიო, ეხლა მე უბრალოდ მეგობრული რჩევა ცოტა ფთხილად. რა თქმა უნდა. ხუდი არაფერი არ არის, ღმერთის წინა შევიძახი. ხო, მოკლედ. სვანი ცოტა არ იყოს ტელეფონი და სარკე ხანახან აერევა ხოლმე და ხან ტელეფონში იხედება და ხან სარკეში. ძალიან კაი ვიღაცაა და აიღო სარკე და უყურებს თავის თავს, ხო? ცოლი ეკითხება, როს უყურებ? კაცო, ჩემი ძმა ჩამოსულა. თავის თავს. იმანაც ჩახედა სარკეში. იცოლით ჩამოუყვანია. შედა, მაგ სარკეზე გამახსენდა. სვან მეგობრებს დიდი მოთიშ. ეს რო არ მოუყვი, აი არ არსებობს. კახეთში ერთ-ერთ ადგილას გაიხსნა მუზეუმი. ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანის და შესასვლელში კალიდორში დაკიდეს გამოჩენილი ქართველი მწერლები, პოეტები და ასე შემდეგ და ერთი უჟმური კაცი იყო, იცი, არ მიდეხა თქმა რა. ხოდა შესულა რა, სულ აი რაც არ უნდა გააკეთო რა უკმაყოფილოები რა. ხო კი შეხვედრიათ ეგრე რა. ცხოვრების უკმაყოფილება. შევიდა თურმე და უყურებს ახლა ილიას დიდი პორტრეტია თავიდან ბოლომდე. კარგი მაშინ ფოტო კი არ არის, ნახატია თან რა, შეუკვეთეს ვიღაცამ და არავე ეგეთი არ იყო რა. ძახი თურმე. არა ეგეთი აიც ახლა. აიც ხო მაგე. არა ეგეთი არ იყო რა. გადმოვიდა აქეთ ვაჟა. დედა არა. გადმოვიდა აქეთ აკაკი. აბა უყურე ახლა. გამოვიდა სარკია თურმე. ევიღა ჩემი ეგახარ შენი დედა მაგ სარკეზე გამახსენდა რა მაგარ ენახა შენი დედა შენი კარგი იყო ეხლა შემეძლოს თქვა ვინ იყო იცნობთ გეურები არ გინდა ეს არავინ ბატონო მაგალი როა არა სვანები კაი აი ჩემი დროა თუ რა ქვია ჩემი ჯერი მოკლედ სვანი სადღაც ეჩქარება და ცხენზე მიდის რა მიქუსლავს ცხენზე ზის ხო და დაინახა უცბად რომ ქალი გდია რა და გააჩერა ცხენი გადმოხდა ნუ ეს ქალი არის სადღაც 50 წლის მშვენივრად რა მოასულიერა სულ ყველაფერი გამხილა ამ ქალმა თვალი ვაიმე დიდი მადლობა რომ გადამარჩინეო რა შიშველი იწევს რა შემიძლია ვერაფერი აგაბა აბატონო არამცალია უნდა გავქუსლო უთხრა და შეახდა ცხენს და გაქუსლა მიდის ისე ვიღაცა გდიაძის ჩამოხდა მაგრამ აწავენ ორივენი სვანები ეს სადღაც არის 30 წლის ახალგაზრდა ესეც მოასულიერა უტყაპუნა იმას აი მე რა შემიძლია აქავარ და არამცალი უნდა გავქუსლო უთხრა და ისე შეხვდა ცხენზე და კიდე ხე პატარა გოგო რაღაც იგივე და ამანაც და არამცალი უნდა გავქუსლო და ცხენმა წადი შენ გაქუსლე მე მცალია შენი გადაირია ცხენი წადი შენ გაქუსლე ხო შენ გაქუსლე წადი შენ გაქუსლე მე ჯიგრები ხართ მაგრები ხართ კაი წავედით შემდეგი სანამ ცხელია კარგად მივდივართ მაგრად კაცო რას ლაპარაკობ მაგრად იცი რა ხა ვაკვირდები და მეგრელები არ აკვავს ნუ ეხა თბილისში ყვა მოკლედ ერთმა ავლაბრელმა სომეხმა
დიდი აგური ჩაიდო ჯიბეში და რომ დაბინდდა და კაცშვილი აღარ არის იქ ახლობა რომ ლეწა ამ საიუველირო მაღაზიის შუშას ჩაამტრია და რაც წასაღები იყო წაიღო. მაგის დაიჭირეს ეს. კამერაში ეკითხებიან. რაზე ზიხარ? იუველირნი წავიღეო. მერე ფაქტზე დაგიჭირესო? არათო. მეორე დღეს აგურის წამსაღებად წავედი, მაგას როგორ დავტოვებდიო იქა. აგური. აი. აბეხ. კარგია. აბა თბილისური 2. მოგეთ ეს ანეკდოტი მე როგორც აი ნაღდი ამბავია რა, მაგრამ ყველა ნაღდი ამბავი მე ანეკდოტად. ხო, როგორც ხდება? ჩემს ახალგაზრდობაში ხდება ეს ამბავი. იყო ასეთი არსებობდა, ეხლა არის, მაგრამ ნუ მაშინ იყო ძალიან მოდაში ერთი ბიჭი, ნუ სიმპათიური მღერო და არაჩვეულებრივად იყო უცოლო. მთელი თბილისის გოგოებს უყო. ხო, ნუ აი იღდა თვითონაც იცოდა ეს პლიუსი და ნუ იყო. საყვალერმა ისე აიქნია ხელი რომ ყველას არაო. ყველას როგორ უყურდა და ნუ ეს ვიჭიც ვაშვებოდა რა თავის იყენებდა ალფონს არა ალფონსი არა ნუ აი ყველანაირად იმაშებოდა ის იყო თან ვაბნიკი როგორ ავთქვა ეგ არის მე ამასობაში ამ ბიჭს გადასარევით ვიცნობდი მე თვითონ და ყავს კიდე ერთი მეგობარი რომელიც არ იცნობდა ანუ არ იყო შეხვედრილი და სულ უნდოდა იმიტომ რომ ისეთი ლეგენდები დადიოდა ამასთან კეიბზე და ნუ რაღაცებს ირეკავს რომ ბოლოს შევხვდითო სუფრაზე ერთვეს ой მე ვთქვი აი ძალიან მეთქი ხო და ეს ჩემი მეგობარიც ძალიან კარგი შესახედები ესეთ რაღაცა სხვანაირი ხმა გიტარაზე უკრავს და 1-2 რო ჩამოკრა ის ხო გადაირიღა ყველა მომღერალს უყოს სხვა ისა ხო თან მithumetes გოგო და ნუ ეპრანჭება მთელი სუფრა არავის არ შეხედა ამაზე აქვს აქცენტი არა და ეს ჩემი მეგობარი არის ამ ბიჭის საძმაკაცოს დის შვილი, ძმის შვილი, ბიძაშვილი, მეგობრის შვილი, ანუ გამორიცხულია სულ. ეს როგორ ეტყვის მაგას მაწაკია რა. ნუ ბოლოს უკვე დამთავრდა ყველაფერი და აი ესე უკვე რა და იცითო ესეონება მეო ამისი დიშვილი ვარ, ამის ძმისშვილი ვარ, ამის ბიძაშვილი ვარ, ამის და ტიპს სიფათი ბოენგრა რასაც ქვია რა და ეხა იცი როგორ დამემართაო როგორ ხო არისო გამოთქო აქეთ ფიცარი იქით ფიცარი ისე გიხმარი ვეღარ გიცანიო კიო ეხა მე ესე დამემართაო აქეთ ფიცარი იქით ფიცარი ისე გიცანი ვეღარ გიხმარი რა მიქეფიქს აბასა თბილისელი თუ იტყვის და შენ იმაზე ვთქვი ხა რა მეგრელები მეთქი არ არიანი მეთქი რა არ არის დღეს არ ამოვიდა და ეხა ვიყავი წასული ერთ-ერთ რაიონში და იქ მითხრეს ეგეთი რაღაცა მეგრელზე ვითარი მეგრელის ხასიათს რო გამოხატავსო რა და მეთქი რა არის არ ვიცი და 51 წელში ომში წაიყვანეს მეგრელიო და რაღაცა გადავიდა იქ გადმოუხელ სადღაც გერმანელების თემაში მოხვდაო რა შემთხვევით ხო და ტიპი გადმოუხდა და ხენდე ხოხო რა ხო ვიკა კიაცია მაგრამ მეგრული რა კარგი იყო კარგია გოგოებო კიდევ ერთხელ აი რა ვიცი ძალიან როგორ გადის დრო და რა კარგად გემრიათ არ ვიცი მეორე რაუნდი დასრულდა ეს ნიშნავს რომ თემები აღარ იქნება და მესამე რაუნდში იქნება უკვე თავისუფალი თემა. რასაც გვინდა იმას მოყვებით. კი ბატონო, აქაც 100 ლარი თამაშდება და თქვენ განუყრელობას მე დიდ პატივს ვცემ და ამასაც გავყოფ. რა თქმა უნდა. გაგიყოფთ და შუაზე გავყოფ ამ. კი ბატონო. 200 ლარიანი ამბავია და თავისუფალი თემა და დაიწყებთ თქვენ. აი მე. არა თქვენ. ეხლა ჩემი დროა. ო რა. გელოდი აი ეგ. დავაი. ესე იგი თავისუფალი გინდა თავი ამბავი გინდა ანეკდოტი ეხლა მე ისე რა მე უფრო რაღაცა ვატყობ ჩემი ძლიერი მხარე ესენია ნამდვილი ამბები რა ხო აბა რა ადრე ახალგაზრდობაში ანეკდოტები და ეხლა ესენი ხო ეხლა ყველამ ვიცით საზღვარგარეთ ვინც მიდის ემიგრაციაში რაღაცა ენის ბარიერი და ნუ ბევრი რაღაცები ხდება ხოლმე ენის გეთანხმე ჩემი მეგობარი არის იტალიაში
კაი ხნის ჩასულია ენა უკვე საკმარისად იცის გადასარება და რო ჩამოდიან ეს ის პერიოდი უწყვეტნაკადად რომ მიედინებიან რა საქართველოდან იტალიაში. რო ჩამოდიან იცი ეცოდებოდა და იქვე ცხოვრობდნენ ბევრი ქართველები, ანუ სადაც თავს იყრიდნენ ხოლმე და ყველას ეუბნებოდა რომ იცი ამეცადინებდა და არ შეგეშინდეთ, როცა შეხვალთ სამსახურში ტელეფონი არასდროს არ ქონა გამართული. არ ვთავთ რა დროც არ უნდა იყოს. რამე ხო დამირეკეთ, დაველაპარაკები, აუხსნით, ანუ ეს დიდი იმედი იყო იმათვის. ერთი გოგო იყო წყალტუბოელი, კარგად გვახსოვს, ხო? ერთი 5 თვე შედა როგორც იქნა შევიდა სამსახურში. აი როგორ არის ეხა რო მეცადინეობ იქ ვერ სწავლობ, მაგრამ მე გადგება ისა ენა. ღამის 4 საათზე ეს გოგო ურეკავს ჩემს მეგობარს. ღამის 4 საათზე და ინგა მე მივხვდიო რა, რომ უჭირს ძალიან. რაღაცა უჭირს. ხო, ახლა ღამის 4 საათზე რატო და რა იყო, მაიკო ეუბნება და ტირის ის გოგო მიშველე რა იყო და ისა სკაპა რა არისო. ეხა უცბად ავხსნი რაშია საქმე. სკარპა არის ფეხსაცმელი. მის სკაპას როცა ამბობს იტალიელი მეჩქარება გამივარდა, ანუ ტუალეტში მინდა ჩქარა, მეფსიას ის არა, ჩქარჩქარა ეს. ეს ბებერ ქალს თურმე მოუნდა ეს ტუალეტი და მის კაპა ეძახის და ამან მის კაპა ვერ ისწავლა და ფეხსაცმელი, კოვზი, ჩანგალი იცის და კი გადაირია ამ ღამის 4 საათზე რა თუნა ფეხსაცმელი, თუ რამე ფეხსაცმელი იყო სახში, მიაგ და მიაგ. ეს გალიყვირი. ეს ხე ბოლოს ჩუსტების მიუტანე და რა უნდაო, რაც აიყვანე ტუალეტში. აიყვანე. არა, გართულია ისე რა. ხო, მაგრამ ნუ ჯიგრები ღმერთო, ყველა მოვიკითხოთ ჩვენი ემიგრანტები, მაგარი ხალხი ყველა და ძალიან დიდი გამძლეობა თქვენ ჩემო ემიგრანტებო, აი გამძლეობა და რა ვიცი, მალე დაბრუნებული კი ბატონო და დიდი სიყვარული და პატივისცემა და მადლობა რომ მაინც ამ ყველაფერს მიუხედავად მაინც გვეძახიან, წავდივართ და ვენატრევი და ჩვენ ძალიან გვიყვარხართ. დიდი მოკითხვა და აი დიდი პატივისცემა კი ბატონო. ჩვენი თქვენს მიმართ. აბა გისმენთ. მე ამჟამად. მოკლედ ტუალეტზე გამახსენდა და ტუალეტია ის არის რა, ფასიანი. ხო. კალიზის გარეთ. ხო და ნუ ერთი მივიდა რა. ამჟამად არ უნდა მოგეყოლა. მოყვები. მოყვები. ესა, მივიდა და ესა. ეს ქალი უბნება რომ ფასიანია. ფასიანია. რა ღირსო? აიო 10 სანტიმეტრიო 10 მანეთიო 15 სანტიმეტრიო 15 მანეთიო ნუ ახლა ამან ასე შემდეგ ამოიღო 50-იანი და მისცა და ეს ქალი და ხედ შეიძლება თქვენი ტელეფონი მომცეთ რა ტელეფონი ქალა 45 ლარი ხურდა დამიბრუნე შენი დედაც აიდობა. კიდე რამე სხვა და ამათი. ერთი აქ გულიკოს გიჟდები ამ ისტორიას. ამჟამად მოყვა. რომელი მოხევი რა. ვაფშემ ეს ის პერიოდია 60-იანი, 70-იანის დასაწყისები და ნახე ტელეფონი ყველას არ ქონდა სახლში და ვისაც მაშინ ეგ ტელეფონები შემოდიოდა. ხო, და ისე სამეზობლოში ერთი ტელეფონი იმას შეეძლო ეყიდა. აჰა. ისე ძვირი ღირდა რა შუა შემო. არა. ეყიდა კი არა, დაეყენებინა ეს და იქ მაყუთის ამბავი იყო. მაყუთის ამბავი. ხო. ეს დიდი ხნის ამბავია რაც. ხო და ერთ თბილისელს გემრიელ ბიჭს დაუდგეს ტელეფონი. სეროჟას სახელად. ხო და დაუდგეს ტელეფონი და როგორი ბიჭია, იცი? თუ ვინმე დარეკავს მეზობლის დასაძახებლად, იმ წუთშივე გარბის და უძახის. არეზარება რა, ეს მინდა ვთქვა. მაგრამ ესე სიტყვა პასუხი ცოტა სხვანაირი აქვს და ისა და ესა და ხო იცი? ბიჭო, რა მოგივიდა? გამაიხედე აქ, აი ესეთ ისა რა, ტელეფონში. ეხლა ურეკავენ. ბატონო სეროჟ. ამას თვალები ავიდა შუბლზე. დიდ ბოდის მოვითხოვთ. მაგრამ რამე თუ ეს გამოიწვია გადაუდებელ მან საქმეებმან უმორჩილესად გთხოვთ თქვენს მეზობლად რომ
ამ ილახვრები ცხოვრობენ მოუხმოთ ყურმილთან. რა უთხრა? აი ხო რა უნდა? ამჟამად ეხლა მე რა. ამდენი კაი სიტყვები ამჟამად ხა მეუნა ეთქა გაკულტურდა ბოლომდე კულტურდა ხო გადაიჭერე კაი სიტყვები ხო ამჟამად ოქროებო პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენი დრო რომ დაგვით ჩემო კარგო ასეთი კარგად აი მხიარულად რომ განწყობა პირიქით მე რო უნდა გადმოგდოთ რაღაცა თქვენ და აი ღმერთმა ეს ენერგია არ გამოგილიოთ. ამინ, ამინ. აიხარე. ამინ, გაი. რა თქმა უნდა, მივხვდით ახლა ეს თანხაც გაიყოფა. რა თქმა უნდა. ძმაკაცურ დაკალურად. და მე ისე ვერ გაგეშებთ ერთი კიდე ჩვენ გადაცემას თქვენი საყვარელი და ნარნარახვა მოუხდება და მე კიდე დაგემშვიდობებით იმ იმედით რომ ყველაფერი ყოველთვის იქნება ძალიან კარგად, თავარია ჯანმრთელები ვიყოთ და სიცილის და იუმორის ხასიათზე ვიყოთ ჩვენს და ჩვენს გარშემომყოფები და სრულიად საქართველოს პირველ რიგში და მე სოფლიოშიც ეგრე იყო ჩვენ ქართველები ვარ და ყველა სიცილი გვიყვარს და მხიარული ხალხი. შევხვდებით კვირას, რა თქმა უნდა რუსთავი 2-ზე და გიტოვებთ არაჩვეულებრივ სიმღერას. Sheni